მოგესალმებით, ეს არის ახალი 6 არხის საინფორმაციო სამსახურის რეპორტიორებთან ერთად ამ დროისთვის განვითარებულ მოვლენებს მე ვასილი ივანოვ-ჩიქოვანი გაგაცნობ. პატიმრების წამებისა და ადამიანური მოპყრობის საქმის გამოძიებაში ქართულ მხარეს გერმანელი სპეციალისტი დაეხმარება. სისტემურ დანაშაულთან ბრძოლის გამოცდილების მქონე ექსპერტი უკვე საქართველოშია. ამ კუთხით გერმანიას მსოფლიოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართული შეხვედრის დეტალებს ჩვენ გამოშვების მსვლელობისას შემოგთავაზებთ, მანამდე კი დღის სხვა სიახლეები. საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს დღეს ცხინვალის ციხიდან, სამივე მათგანი რუსმა მესაზღვრეებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ცხინვალის იზოლატორში დაახლოებით 1 კვირა გაატარეს. სამართალდამცველების ინფორმაციით ცხინვალში კიდევ ერთი ქართველი რჩება, რომლის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. დინარე იყო იქა და 15 მეტრა შეცვლიდნენ, ბუღა გაიქცა და ბუღას გამოეკიდნენ, ძროხები გამოეკიდნენ. 10 მეტრ 15 მეტр შევედით და უნდა გამოგვერეკა უკანა და რუსები დამალულები იყვნენ, დაგვიჭირეს იქა და ხელბორკილი დაგვადეს დაგვიყვანეს. სადიყავიო საზღვარი დაარღვიო რაღაცაო და დარეკეს მე ცხინვალში, გამოვიდა პატრული და წავიყვანეს ცხინვალში. მე 6 დღეს გამოგვიშვეს. პირობებით ახლა შეურაცხყოფა არ მოვუყენებია ჩვენთვის იქა. დღეს დაახლოებით 12 საათზე გადმოვიყვანეთ ადამიანები. მოლაპარაკებაში ჩვენთან ერთად ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა. სამივე პიროვნება ჩამთელად გრძნობს თავს და დაუბრუნდებიან თავის ოჯახებს. სხვის დაწყებულ გამოძიებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მაია ფანჯიკიძე მედიაში გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მიერ 2008 წელს ჩადენილი სამხედრო დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რატომ ფიქრობს საქართველოს მთავრობა, რომ გამოსაძიებელია 2008 წლის პერიოდი. და სხვა რა გამოძიება დაიწყო, ჩემთვის უცნობია, რასაყნობიან ისინი ასევე უცნობია. ჩვენ არავისთან შეთანხმებით ეს გადაწყვეტილება არ მიგვიღია რასაკვირველია, ეს არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და დასაბუთებული აბსოლუტურად დეტალურად ყველა იმ პირის მიერ, რომელსაც ეს გამოძიება ეხება. 26 მაისი დიდი ეროვნული ზეიმი იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით სწორედ განათლების მინისტრი ხელმძღვანელობს 26 მაისის ღონისძიებების ორგანიზების კომისიას. მინისტრთა კაბინეტის წევრები ამ ეტაპზე ღონისძიების დეტალებზე არ საუბრობენ. თავად მარგველაშვილის განცხადებით კი დეტალები თუ როგორ წარიმართება 26 მაისის ღონისძიება ჯერ დაზუსტების პროცესია. ბატონი პრემიერის გადაწყვეტილებით ეს თემა ჩაებარა ბატონ გიორგი მარგველაშვილს. დეტალებზე არ შემიძლია კონკრეტულად მოგახსენოთ თუ რა როგორ იქნება, რა თქმა უნდა ზეიმი ჩატარდება, თუ როგორი ფორმით, ამას უახლოეს მომავალში თქვენს და საზოგადოებაც აუცილებლად გაიგებთ. ეს იქნება ზეიმი, დიდი ეროვნული ზეიმი, რომელშიც თავარი და წარმართველი არის ის, რომ მთელი საქართველოს ზეიმობთ ერთად ამ დიდ სიამაყის დღეს და ამაში იქნება ჩართული ბუნებრივია აბსოლუტურად ყველა. ეს იქნება დიდი თანხმობის და ზეიმის დღე. მე ახლა ამ ეტაპზე ამაზე ვმუშაობთ, ასე რომ ვერ გეტყვით. საპრეზიდენტო უფლების გამოყენებით და კანონპროექტებზე ვეტოს დადებით პრეზიდენტის რეიტინგი კიდევ უფრო დაიწევს. ასე აფასებს დავით ბერძენიშვილი პრეზიდენტის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებას. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ამ ვეტოს გადალახვა არ გაუჭირდება, რადგან აღნიშნული კანონპროექტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სრულად ითვალისწინებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით კი ვეტო პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა და ქვეყნის პირველ პირს შეუძლია მისი გამოყენება თუ ამას საჭიროდ ჩათვლის. ამიტომ ვერც სასამართლო და ვერც აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ ჩაერევა პრეზიდენტის მიერ ამ უფლების გამოყენებაში. არა, დასკვნითი სიტყვით ბატონო ვახტა. ყოველი ასეთი ქმედება სააკაშვილისა ის მილევად გავლენას და რეიტინგს კიდევ უფრო დაბლასებს. როდესაც ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ამ კანონპროექტის მარტებაში, ასე დროს ვეტოს დადება, როცა წინას არ იცი, რომ პარლამენტში საკმარისი ხმები ამ ვეტოს დასასრულად, ეს არის პოლიტიკური ზონიდან გასვლა. როგორც იცით, ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება. განურჩევლად იმისა, რას ფიქრობს უზენაესი სასამართლო, პარლამენტი, მთავრობა, პრეზიდენტს უფლება აქვს
და მას შეუძლია გამოიყენოს შესაძლებლობა და ვეტო დაადოს შესაბამის კანონპროექტს. ეს შემოთავაზებული საბოლოო ვარიანტი, რომელზეც მე მქონდა კონსულტაციები ისევ და ისევ პრემიერ-მინისტრთან და სხვადასხვა წარმომადგენლებთან ხელისუფლების, ნაწილობრივ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები დასაშვებია, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს უკან ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლოა. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების ახალგაზრდულ ცენტრში ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. უწმიდესმა ახალგაზრდები დალოცა და მათ ქადაგებით მიმართა. ეს დღე საკუთარი ქვეყნის განვითარებაში სინამდვილეზე წამოიჭრა პოლიტიკური პარტიების როლი. იმდენად დაუპირისპირდნენ ეს პარტიები ერთმანეთს, რომ დაავიწყდათ საქართველო. შეიძლება იყოს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს ადამიანს. ეს დასაშვებია, ეს ასე უნდა იყოს, რა თქმა უნდა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ჩვენს უკან ჩვენი ერია. ხშირი შემთხვევა, როცა ადამიანმა თუ სახელმწიფომ თუ ქვეყანამ უნდა გადადგას ნაბიჯები უკან, რომ მეტი არ დაკარგას. მაგრამ სულ უკან სვლა შეუძლებელია და დაუშვებელია. ჩვენ უნდა ვიაროთ წინ. ეს არის ღვთის ნება. პატიმრების წამებისა და არაადამიანურ მოპყრობაში საქმის გამოძიებაში მთავარ პროკურატურას გერმანელი სპეციალისტი დაეხმარება. სისტემურ დანაშაულთან ბრძოლის გამოცდილების მქონე ექსპერტი უკვე საქართველოშია. თემას ირაკლი მამალაძე განაგრძობს. შტუტგარტის პროკურატურის პროკურორი კამელა კნაუსი უკვე საქართველოშია, ეს უკვე შეხვდა მთავარ პროკურორს. გერმანელი პროკურორი უნდა დაეხმაროს ქართველ კოლეგებს იმ დანაშაულის გამოძიებაში, რომელიც ეხება ციხეში არსებულ ადამიანების წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთა მთავარმა პროკურორმა. ამ შეხვედრის მიზანი არის სამართლებრივი შეფასება გავაკეთოთ იმ ფაქტების შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში. კერძოდ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ფიქსირდებოდა პატიმართა მიმართ წამების, ცემის და არაადამიანური მოპყრობის ათასობით შემთხვევა. ჩვენს მიერ გამოძიებული იქნა ეს შემთხვევები და ფაქტები იქნა დადგენილი მსგავსი კანონდარღვევების შესახებ. მე შეგახსენებთ, რომ ციხეში მოუხმარი დანაშაული ერთ-ერთი მასშტაბური და უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უპრეცედენტოა. აქედან გამომდინარე, ქართულ მხარეს არა აქვს გამოცდილება სისტემურ დანაშაულთან ბრძოლის. უკვე დაკითხულია 2000-ზე მეტი პატიმარი და სწორედ გერმანელი პროკურორი ქართულ მხარეს დაეხმარება აღნიშნული საქმის გამოძიებაში. მადლობა ირაკლი მამალაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ცეზარ ჩოჩელი არასამთავრობო სექტორს მისი ბიზნესის გარშემო არსებულ ვითარებაში გარკვევას თხოვს. ყოფილი გუბერნატორი მის დაფუძნებულ საწარმოებში არსებულ პრობლემებს პრემიერ-მინისტრის მრჩეվել გია ხუხაშვილთან აიგივებს. შეხვედრის დეტალებზე პირდაპირ ეთერში საუბარს ბექა ბარამიძე განაგრძობს. მოგესალმებით. ყოფილი მოქმედი ბიზნესმენისა და ყოფილი გუბერნატორის არგუმენტები, რომელიც დღეს მან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გააჟღერა, საკმაოდ მრავლისმხმელი აღმოჩნდა. საკმაოდ ასე ვთქვათ, მედია საშუალებებთან ერთად ცეზარ ჩოჩელი კონკრეტულად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს თხოვს დეტალურად ჩაეძიონ იმ პრობლემებში, რომელიც მისი საწარმოების წინაშე დგას. ბიზნესმენი მზადაა სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტების შესასწავლად არასამთავრობო სექტორს მისი კომპანიებიდან ნების
ნებისმიერი მასალა მიაწოდოს, რაც ობიექტურ რეალობას დაადგენს. საინტერესო კი მისი თამამი გამოცხადებები აღმოჩნდა, რომელშიც ბიზნესმენთან დამოკიდებულების კუთხით კრიტიკული აღმოჩნდა როგორც ამჟამინდელ ისე ძველ ხელისუფლებასთან. კომპანია ბარამბოსა და რკინაბეტონის შპალების ქარხანაში შექმნილ პრობლემების წარმოდგენის პარალელურად ჩოჩელი იმ ფაქტებზეც საუბრებს, რომელიც გასულ წლებში მის ბიზნესს ასარალებდა. მაგალითისთვის ცეზარ ჩოჩელს მოჰყავს მის კომპანიაზე გავრცელებულ კაბალურ საგადასახადო რეჟიმს და ამავდროულად სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაწეულ სახსებს, რომელიც დღემდე სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან მას ერთგვარად, როგორც ჟარგონულად უნდა ვიხმაროთ, შეწერილი აქვს და დღემდე ის დაობს სახელმწიფოსთან, რათა ეს თანხა დაიბრუნოს. დღეს როდესაც საუბრობენ, რომ ჩვენ თითქოს და ვიყავით ესე ვთქვათ საპარნიკე სიტუაციაში და ვიღაც ფარველობდა და იყვნენ ფარველი ძალები, უჩვენ ფარველობდნენ. რეალურად გითხრათ, რაში გამოიხატებოდა? გამოიხატებოდა იმაში, რომ ნედლეულს ვაბაჟებდი უფრო ძვირად, ვიდრე მზა პროდუქციას აბაჟებდნენ? თუ გამოიხატებოდა იმაში, რომ რამოდენიმე მილიონი ლარი დაკარგულია? მე არ ვიცი, შეიძლება გარკვეული წილი ბიზნესმენებისთვის მოვიდა უკეთესი დრო, მაგრამ ჩვენი ჯგუფისთვის არაფერი არ შეიცვალა, რაც იყო წინა წლებში, ანალოგიური პროცესი გრძელდება დღესაც. მე სხვაობას ვერ ხედავ. მაშინაც არავის არ აინტერესებდა ქართული წარმოება და დღესაც ანალოგიურს ხედავ, რომ არავის არ აინტერესებს. რაც შეეხება ცეზარ ჩოჩელის ბრალდებას გია ხუხაშვილის მიმართ. პრეტენზიები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ნოემბრის თვეში კომპანია ბარამბოში ფინანსური შემოწმების კუთხით საგადასახადო შემოსავლების სამსახური შევიდა. ასე ვთქვათ, კომპანია ბარამბოს საკუთრება დაყადაღდა და ამ კომპანიას პრინციპში ჩამოერთვა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის უფლება. 2 თვის წინ კი ამ მოვლენას დაერთო სამართლებრივი მოკვლევა უკვე ჩოჩელის მეორე კომპანიაში, რომელიც რკინაბეტონის შპალის ქარხანას წარმოადგენს. მე შეგახსენეთ ამ თემაზე მეცხრე არხი არაერთხელ აშუქებდა და თემას მოვლენების შემდეგნაირად განვითარდა. 2010 წელს 20 აგვისტოს სახელმწიფო ტენდერში დაახლოებით 170,000 შპალის დამზადებაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვება მოიპოვა სახელმწიფო საწარმომ რკინაბეტონის შპალის ქარხანამ. შემდგომში 6 დღის შემდეგ ამ საწარმოს ჩამოაწელეს დაახლოებით 6,200,000 ლარის ვალი, ხოლო უკვე ორ კვირაში ეს საწარმო მოგებული ტენდერიანად აღმოჩნდა ცეზარ ჩოჩელის კომპანიის საკუთრება. ერთგვარად თავად რკინიგზის დეპარტამენტმა და თავად საგამოძიებო უწყებამ ამ კონკრეტულ გარიგებებში და ამ სქემაში დაინახა ერთგვარი კორუფციული გარიგების ალბათობა და შემდგომში უკვე ამ კომპანიაში შევიდა, როგორც უკვე მოგახსენეთ, საგამოძიებო სამსახური. დღეს ეს კომპანია გაჩერებულია იმდენად, რამდენადაც რკინიგზის დეპარტამენტს აღარ ესაჭიროება ის დარჩენილი მასალა, რომელიც თავის დროზე 3 წლის წინ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე რკინაბეტონის ქარხანას ვალდებულებად ჰქონდა, რომ დაეზნადებინა. დღეს ეს ნედლეული შპალების სახით ქარხანაში ჩაწოლილია დაახლოებით 10 მილიონ ლარის მასალაზე არის ლაპარაკი და იმ პირობებში, როდესაც კომპანიას აქვს ბანკის მიმართ სასესხო ვალდებულება, არაა გამორიცხული, რომ დადგეს ვითარება, როდესაც კომპანია უკვე აღმოჩნდება გაკოტრების პირისპირ. უშუალოდ ცეზარ ჩოჩელი ამბობს, რომ ამ მოვლენების უკან დგას კონკრეტულად გია ხუხაშვილი და სწორედ მისი დირექტივებისა და ასე ვთქვათ მოსაზრებების საფუძველზე მისი ასე ვთქვათ შემადგენლობა, გუნდის შემადგენლობა უშუალოდ ახორციელებს იმ დირექტივებს, რომელიც ამ კონკრეტულ პიროვნებას გააჩნია. მე შეგახსენებთ, რომ ცეზარ ჩოჩელი უკვე დიდი ხანია გია ხუხაშვილის მისამართით ამგვარ კრიტიკულ ბრალდებებს გამოთქვამს. ხუხაშვილმა თავის მეგობრებს უნდა გაუგზავნოს დირექტივები. მე როგორ უნდა გამომიგზავნოს დირექტივა ხუხაშვილმა? ჩემთვის ვინ არის ხუხაშვილი, რომ მე დირექტივა მიგზავნოს? უბრალოდ ძნელია ჩემი გადასახედიდან საუბარი ადამიანზე, ვისაც არაფერი არ აქვს ამ ქვეყანაზე შექმნილი, გარდა საუბრისა, ზოგადი საუბრის და ჭორის გავრცელების ხელოვნებისა. ჩვენ პირიქით ვიყავით, ჩვენ ვიყავით დაკავებული მხოლოდ საქმით, ვაკეთებდით საქმეს, ვაშენებდით ქარხნებს და ასე შემდეგ. ვქნიდით სამუშაო ადგილებს.
რაც შეეხება თავად გია ხუხაშვილის პოზიციას, ის მოგვიანებით გააჟღერებს ჩვენ ტელეკომპანიასთან დამოკიდებულებას და პოზიციას თუ რას ფიქრობს აღნიშნულ ბრალდებებზე, თუმცა სატელეფონო საუბარში მან გაგვიცხადა, რომ გრძელდება ერთგვარი მითის შეთხზა იმასთან დაკავშირებით, რომ გია ხუხაშვილი ერთგვარი უძლეველი პიროვნებაა და ქართულ ბიზნესზე და ზოგადად ეკონომიკაზე მას ასე ვთქვათ უსაზღვრო გავლენა აქვს. რაც შეეხება თავად ცეზარ ჩოჩელის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე, გია ხუხაშვილი პასუხობს, რომ იგი არ არის უშუალო მონაწილე იმ პროცესებისა, მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზის დეპარტამენტში იგი მხოლოდ კონსულტანტის ასე ვთქვათ პრივილეგიით სარგებლობს, იგი მართალია საქმის კურსში არის იმასთან დაკავშირებით თუ რა მოვლენებიც ვითარდება რკინაბეტონის შპალის ქარხანაში, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს, რომ ის კონკრეტულად ამ პროცესების უკან დგას და მისი ინტერესები იკვეთება ამ შემთხვევაში. 9 საათიანი სიუჟეტისთვის ჩვენ ასევე შემოგთავაზებთ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას, თუ რას ფიქრობენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და როგორი პოზიცია ექნება და რა კუთხით ჩაერთვებიან კონკრეტულად ის უშუალოდ ცეზარ ჩოჩელის კომპანიებთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებში. მადლობა, ეს ბექა ბარამიძე იყო. ბიზნესზე ნავთანდილ ადუაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების, მათ შორის ვახტანგ ჩხაპელია საქმეზე ნაფიცი მსაჯულები იმსჯელებენ. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ჯავჭვაძემ დღევანდელი წინასასამართლო პროცესზე მიიღო. მან ასევე დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და 7 ბრალდებულიდან 2 საქმის არსებითი განხილვა სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლეს გადასცა. დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა ბრალდებულებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მაღალი ალბათობით სანდოდ მიიჩნია და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. ნაფიც მსაჯულთა შესარჩევის ხდომა 24 მაისს ჩაინიშნა. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად ჩვენ მივიჩნიეთ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა ბრალდებულთა მიმართ უნდა შეწყვეტილიყო. მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და ჩათვალა, რომ საქმეში შეკრებილი მტკიცებულები იძლეოდა ალბათობის მაღალ ხარისხს, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს აღნიშნული დანაშაული. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მიგვაჩნია უკანონოდ და ალბათ კანონით დადგენილობა და ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ. მოსამართლემ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოქმნილი მტკიცებულებები საკმარისია იმისათვის, რომ ამ საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამისად საქმე გადასცა სასამართლოს არსებითად განსახილველად და ჩაინიშნა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ხდომა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. სამართალდამცველებმა ყაჩაღური დაჯგუფების წევრები დააკავეს წესასროლი იარაღი და ხელყუმბარებით შეიარაღებული 3 ნიღბიანი პირი გვიან ღამით თბილისში დიღმის მასივში რობაქიძის გამზირზე თავს სადღეღამისო სუპერმარკეტს დაესხა სამართალდამცველებმა, ისინი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე დააკავეს. მათი ავტომანქანის ჭხრეკიდსა ამოღებულია მაგნუმის ტიპის პისტოლეტი F1 სისტემის ხელყუმბარა და 410 ლარი. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა აპრილში 3 ყაჩაღობა ვაკის საბურთალოს რაიონში ჩაიდინეს. სამივე დაკავებული ბრალს აღიარებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ჩატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დანაშაული ჩადენიდან რამდენიმე წუთში ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჭხრეკისას იარაღი, ფული და ხელთათმანები ნივთკიცებად ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა კიდევ 3 ყაჩაღობა ვაკის საბურთალოს ტერიტორიაზე აპრილის თვეში ჩაიდინეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით მიმდინარეობს. ქართულ მესაზღვრეს ეძებენ დედოფლის წყაროს რაიონის სოფელ საბათლოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან წინასწარი ვერსიით 32 წლის ალეკო მინდიაშვილს ფეხი დაუწდა და მდინარე ალაზანში ჩავარდა. სასაზღვრო პოლიციაში აცხადებენ, რომ მინდიაშვილი სექტორიდან თავისუფალ დროს მარტო გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ფაქტზე აღზრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. სამძებრო სამუშაოს მეორე დღეა ქართულ და აზერბაიჯანულ მესაზღვრეებთან ერთად კახეთის სამაშველო სამსახურიც აწარმოებს. ქართული მესაზღვრის ძებნა მაშველებმა დღეს დილიდან განაახლეს. დღეს განხორციელდა გვამის სამძებრო ღონისძიებები, ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფები, ასევე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტი და აზერბაიჯანის ჩვენი მოძმე რესპუბლიკის მესაზღვრეები, რომლებიც გვეხმარებოდნენ საპირისპირო მხრიდან. ჯერჯერობით შედეგი არ აქვს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში საინიციატივო ჯგუფის მიერ განხორციელებულ კვლევაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მოქმედი და საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად ამ სფეროში საქართველოში განხორციელებული რეფორმები და არსებული ხარვეძები, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკაა განხილული. კვლევა 2011-2012 წლების პერიოდს ასახავს. მის შემდეგ მიღებული რეკომენდაციები იუსტიციის სამინისტროსაც გადაეგზავნება. კვლევა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კვლევის საინიციატივო ჯგუფმა განახორციელა.
ჩვენი სისხლის სამართლის საპროცესო კანონი ობრივად შევისწავლეთ, როგორ ვითარდებოდა საქართველოში კანონმდებლობაშიც და პრაქტიკაშიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხები. რამდენად ასახავენ ისინი საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც დღეს მოქმედებენ გაეროს სისტემაში, ევროკავშირში, ევროსაბჭოში. საპროცესო კანონმდებლობა საქართველოსი თავიდანვე იმპერატიულად ითხოვდა, რომ არა მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნების მიმართ, არამედ მძიმე დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნების მიმართაც ქონოდა პროკურატურას შესაბამისი დისკრეცია, შესაბამისი პოლიტიკა, რომ არ შეეყვანა ისინი სისხლის სამართლის პროცესში და განრიდება მედიაციის გზით, ანუ ალტერნატიული ღონისძიებების გზით მიეღწია იმ მიზნისათვის, რომელსაც ქვია სამართლიანობის აღდგენაც და არასრულწლოვანი სახსრდა. იუსტიციის სამინისტროში ამჟამად სისხლის სამართლის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მიმდინარეობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლება და ამ განახლების პროცესში ბუნებრივია მხედველობაში იქნება მიღებული როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და შენიშვნები. თბილისის მერიამ მოსახლეობაზე კომუნალური 100 ლარიანი ვაუჩერის გაცემა დეკემბრამდე შეაჩერა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ზაზა გაბუნია მერის ამ გადაწყვეტილებას წინა საარჩევნო ამომრჩევლის მოსყიდვას უკავშირებს და ამბობს, რომ კომუნალური გადასახადების დახმარების პროცესი უნდა მოეცვა 5 თვე. თანმიმდევრობის მიხედვით იანვრიდან მაისის ჩათვლით, თუმცა მერიაში გადაწყვეტილება შეგნებულად შეცვალეს. ამ საკითხზე თბილისის მერიაშიც გააკეთეს კომენტარი მამუკა ქაცარავას განმარტებით. 100 ლარიანი ვაუჩერიდან დარჩენილი 40 ლარი დედაქალაქში რეგისტრირებულ აბონენტებს ნოემბერსა და დეკემბერში დაერიცხებათ. რას ფიქრობს თბილისის მოსახლეობა ვაუჩერის მოქმედების შეჩერებაზე და როგორ აფასებენ ამ ფაქტს ექსპერტები? ცვლად ნახეთ ჩვენს მთავარ გამოშვებაში საღამოს 9 საათზე. ამის მიზეზი გახლავთ არა ის გულუბრყვილო არგუმენტაცია, რაც საზოგადოება ისმენს თბილისის მერიისგან, არამედ ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში თბილისის მერის ხელმძღვანელობა და ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს მოსახლეობის სოციალური ინტერესებით манипулირების და ჟონგლიორობის პრაქტიკას და თბილისელებს უგზავნის სიგნალს, რომ აღნიშნული დახმარება კომუნალურ გადასახადებზე გაგრძელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში ნოემბერ-დეკემბერში, თუ კი ოქტომბერში ისინი მხარს დაუჭერენ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატურას. თავიდანვე ეს თვეები შეირჩა იმ პრინციპით, თუ სტატისტიკურად როდის არის ელექტროენერგიის მაღალი მოხმარება. ეს თვეებია იანვარი, თებერვალი, მარტი და შემდგომ უკვე შემოდგომიდან ზამთარზე გადასვლის პერიოდი ნოემბერი და დეკემბერი. ამიტომ თავიდანვე იყო გადაწყვეტილი, რომ ვაუჩერი განაწილებული იყო 20 ლარის ოდენობით ამ 5 თვეზე. მე ამას ვერ შეწყვიტავს და ამიტომ უბრალოდ ჩემთვის გაუგებარიანი, ნამდვილად ამაზე განმარტებას ვერ გავაკეთებ და ერთი ის რომ ვაუჩერი გრძელდება და ბოლომდე დასრულდება, ამაზე სრულ გარანტიას გაძლევთ, თუ ეს არ მოხდა, მაშინ ნამდვილად პასუხს ვაგებთ. ქართული გამომცემლები საკუთარ მოსაზრებებს დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უზიარებენ, მათგან კი რეკომენდაციებს იღებენ. შეხვედრის მთავარი თემა სახელმძღვანელოების უფასო დისტრიბუციის გამო ქართულ საგამომცემლო სექტორში შექმნილი ვითარებაა. შეხვედრას ჩვენი კორესპონდენტი თამუნა ციკლაური აშუქებს. ქართული გამომცემლების შეხვედრა დიპლომატიური კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ზუსტად 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. შეხვედრაზე დიპლომატებთან გამომცემლებმა განიხილეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება, როგორც გამომცემლები აცხადებენ, ამ გადაწყვეტილების შედეგად ირღვევა საავტორო უფლებები. გარდა ამისა, ისინი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუწოდებენ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია საქართველოში საავტორო უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მათივე თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საგამომცემლო საქმიანობის სამომავლო განვითარების პერსპექტივას. ჩვენი პოზიცია ასეთია, ჩვენ გვინდა ხმა მივაწვდოთ ყველას და ვაუწყოთ ის, რომ საქართველოში, ისევე როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ინტელექტუალური საკუთრება არის დაცული კანონით, კონსტიტუციით და ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, რომ ჩვენი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა მოვითხოვოთ. ამ შეხვედრას დაესწრება ევროკავშირის ელჩის მოადგილე და რამდენიმე საელჩოს წარმომადგენელი და ჩვენ მათთან ვისაუბრებთ ამ პრობლემატურ საკითხებზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კი პოზიციის შეცვლას არაპირებს. ამის შესახებ დღეს მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, თუმცა მისივე თქმით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქართულ გამომცემლებთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.
ჩემი პოზიცია იცით, მათი პოზიცია იცით, დანარჩენი სიახლე არაფერი არა. გამომცემლებებთან ურთიერთობა მომავალში გაგრძელდება იმ შეკვეთის ფარგლებში, როდესაც ჩვენ შევქმნით ახალ წიგნებს, აუცილებლად მათ შევუკვეთავთ ამ წიგნების დაკაბატონებას, როგორც ნორმალურ შემთხვევაში არის, მათ ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ და მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება ამ მიმართულებით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 8 აპრილის გადაწყვეტილებით სახელმწიფო სასკოლო სახელმძღვანელოების დამზადებას ქართულ გამომცემლებს აღარ დაუკვეთავს და მათ პირდაპირ სტამბაში დაბეჭდავს, ხოლო ეს სახელმძღვანელოები შემდეგ სკოლის მოსწავლეებს უფასოდ დაურიგდებათ. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, თუ რა შედეგები დასრულდა ეს შეხვედრა და რა რეკომენდაციები მიიღეს ქართულმა გამომცემლებმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, ამას ჩვენ დღის მთავარ გამოშვებაში შემოგთავაზებთ. მადლობა, ეს თამარ ციკლაური იყო. მიზანს შეუწონად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნას. ამის შესახებ პრეზიდენტის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ელგუჯა გვაზავასადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით აღნიშნულ თანამდებობაზე ყოლბაიას დანიშვნაზე თანხმობის მიცემა მიზანს შეუწოვნად იმის გამო მიაჩნია, რომ ის ბოლო წლებში აფხაზეთის ოკუპანტ ძალასთან საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ კავშირში მყოფი პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთ ლიდერად იქცა. რომელიც საქართველოს ადანაშაულებს 2008 წლის ომის დაწყებაში. აქცია პარტია თავისუფალი საქართველოს ორგანიზებით ინგლისურენოვანი სარეკლამო დაფების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება დღეს თბილისში გაიმართა. კახა კუკავამ თანაგუნდელ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად სამორინე ივერიის ინგლისურენოვანი ბილბორდი ქართული წარწერებით გადააკეთა. აქციას გია გაჩეჩილაძე შეუერთდა, რომელმაც საჯაროდ დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სასარგებლოდ და აღნიშნა, რომ პარლამენტში აღარ არის საჭირო ქართული ოცნების წარმომადგენლები, ვინაიდან საქართველოს კონსტრუქციული ოპოზიცია ჭირდება. საქართველოში ქართული ენა არის სახელმწიფო ენა, ეს არ ახსოვს სამწუხაროდ არც ქალაქის ხელისუფლებას და არც ცენტრალურ ადმინისტრაციას და ძალიან სამწუხარო არის, რომ ინგლისურ ენაზე არის ჩვენთან განთავსებული ყველა წარწერა და ცენტრალური არქივებიც ხშირად საღამოს ეთერში მაუწყებლობენ ინგლისურ ენაზე. ამიტომ რადგანაც ამას არაკეთებს სასამართლო და არაკეთებს ქალაქის ადმინისტრაცია, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ქართულ ენაზე გადავაკეთოთ ყველა ინგლისურენოვანი რეკლამა. 26 მაისი იყო ჩემთვის კატალიზატორი იმისი, ვინ იყო ნამდვილი იმ იდეის ხარდამჭერი და ამ ბოროტებასთან მებრძოლი და ამიტომაც მე გადავწყვიტე, რომ საჯაროდ დამეჭირა მხარი. ნაციონალური მოძრაობის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაპუნა დავითაიამ სანზონელ პენსიონერთან ერთად პოლიკლინიკამდე გასასვლელი გზა გაიარა. მისი თქმით, თებერვლიდან ნაძალადევის რაიონში მცხოვრები პენსიონერების პოლიკლინიკებზე გადანაწილება მოხდება და სანზონის მცხოვრებლები ლოტკინზე ნაქალაქევის ქუჩის 3 ნომერში მდებარე პოლიკლინიკაში მოხვდებიან. პაპუნა დავითაიამ აღნიშნა, რომ პენსიონერებს ორი ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ და გზაში საათზე მეტი დრო ეხარჯებათ. ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა იზრუნოს, რომ პენსიონერების გადანაწილება გეოგრაფიულად ხელმისაწვდომ ადგილებზე მოხდეს. ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დაინტერესდეს და დაელაპარაკოს სადაზღვევოებს იმისთვის, რომ ამ ადამიანებისთვის პოლიკლინიკები იყოს უფრო ხელმისაწვდომი გეოგრაფიულად, უფრო ახლოს იყოს მათთვის. ეს არის მთელ ნაძალადევის რაიონში იგივე მდგომარეობა. სანზონიდან, თემქიდან, ქვემო ნაძალადევიდან ადამიანები, პენსიონერები, მიწერილები არიან აქ ლოტკინზე. მოგზაურობა რთულია, ორი ტრანსპორტს გავდივართ. და ვერ ვასწრებთ, ესე იგი ექიმთან რო გავეშინჯოთ. 8 მოხვალ აქა, ჯერა საათი გინდა რეგისტრაციაში. 8 იყო ვიზავი ექიმთან. მე ექიმთან მიყვალ, ექიმი კიდევ ინდელო ჩერედია. შეიძლება ხან მივასწრო ექიმთან, ხან ვერ მივასწრო. ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან თამარ კორძაია გურამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. როგორც დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრაზე განაცხადა, ის ყველა იმ პრობლემის მოგვარება შეეცდება, რომელსაც მისი წინამორბედი თეა წულუკიანი პირდებოდა ნაძალადევის მოსახლეობას. გზებისა და ავარიული შენობების პრობლემა, მძიმე სოციალური ფონი ამ პრობლემების მოგვარებას მე ამომრჩეველს ჩემ პოლიტიკურ გუნდთან ქართულ ოცნებასთან ერთად პირდები, განაცხადა კორძაიამ ამომრჩეველთან შეხვედრისას.
უჭერთ თამარ-კორძეაც ვარს, იგივე ივანიშვილს უჭერთ ფას. ხო, მე კიდე გაჭირებულები ვართ მთავრობამ ჩვენ ვერ მოგვაქცია ისეთი ყურადღება, ახლა ვერ ვიტყვი რომ სულთად ყურადღებოთ ვიყავით. ძალიან მენდებით გუდამაყრის ორნომეში ცხოვრობთ, იქაც იყო დიდი პირობები მოგცა და ჯერა კიდეც ჯერა ლაპარაკიდაც ჯერა რომ ნამდვილად ეგ გააკეთებს. ყველა ის შეთავაზება რაც გქონდეთ ჩემს წინა კანდიდატს თეატრ ლუკიანს ძალაში რჩება, იმიტომ რომ ეს პრობლემები ამ რაიონიდან არსად არ წასულა. მით უფრო იმ ფონზე რომ თვითმმართველობა და ქალაქ თბილისის მერია აბსოლუტურად არაფერს არ უკეთებს ამ ადამიანებს და პრობლემები გაიზარდა. გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების მოსახლეობა სოფლის რწმუნებულს უპირისპირდება და მისი თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, სოფელს 2 ოქტომბრის შემდეგ ბუნებრივი აირი, სარწყავი წყალი და ელექტროენერგია აღარ მიეწოდება. თუმცა სოფლის პრობლემების მოგვარების მაგიერ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული რევა ზედგენიძე სოფლისათვის გამოყოფილ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს. გამარჯვების მოსახლეობა სოფლის გამგეობაში ფინანსური დოკუმენტაციის შესამოწმებლად შესაბამისი უწყების შესვლას და ფაქტების შესწავლას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით გამარჯვების მოსახლეობამ სოფლის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე მოსახლეობის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს, გამგებლის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოყვა. სოფლის რწმუნებული რევა ზედგენიძე მოსახლეობის ბრალდებებს უარყოფს. გარდაბნის რაიონის გამგებელი კი მომხდართან დაკავშირებით რაიონში აუდიტის ჩატარებას ითხოვს. 2012 წელს სოფელზე იყო ძალიან დიდი თანხები გაწერილი. არაფერი არ შესრულებულა. დაწყებული გზიდან, დამთავრებული აი რაც ჩამოვთვალე ყველაფერი და ჩვენ მოვითხოვთ საფინანსოს მოვიდეს და გაარკვიოს აი ეს თანხები, ჩვენ რაც ვიცით რომ რა თანხა იყო სოფელში შემოსული, აი ეს თანხები სად წავიდა, რაზე გაიხარჯა. არსებობს შესაბამისი ორგანოები, შეუძლიათ შეიტანონ საჩივარი გენაცვალე, მოვლენ და შეისწავლიან ამბავს. არანაირი გართულება არ აქვს მაგასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ფინანსები ჩვენ ხელში არ აყოფილა და არც იქნება, იმიტომ რომ არის ეს ცენტრალიზებული ბიუჯეტი, თუნდაც სოფლის პროექტის თანხები, ყველაფერი ტარდება ტენდერი, მოდის კომპანია და ასრულებს. 2007 წლის შემდეგ გარდაბნის რაიონში აუდიტი არ ჩატარებულა, არც საფინანსო, არც დოკუმენტალური. წარმოგიდგენიათ რამხელა რამ არის გაუგებრობაში. ამიტომ ჩემს ინტერესებში შედის ჩატარდეს აუდიტი და გაირკვეს სად არის წასული თითოეული კაპიკი. აჭარაში ბოსტნეულის შითილების რეალიზაცია იწყება. ახალსოფელის მეურნეობა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაათვალიერეს. მეურნეობაში სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კიტრის, პომიდრის, ბადრიჯნისა და ბულგარულის 3 მილიონი ჩითილი გამოიყვანა, რაც ორშაბათიდან გლეხებზე გაიცემა. რეგიონის 5-ვე მუნიციპალიტეტში ჩითილები თანადაფინანსების პრინციპით გაიყიდება. გლეხი ერთ ჩითილში ღირებულების მხოლოდ 30%-ს გადაიხდის დაახლოებით 5 თეთრს. პროგრამის ფარგლებში აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 521,000 ლარი გამოიყო. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი თვალსაზრისით, რომ გლეხი 5.1 თეთრად შეიძენს 4 სახეობის ჩითილს, კიტრის, პომიდრის, ბადრიჯნის და წიწაკის და ფაქტიურად 70% ჩვენ ვანაზღაურებთ, 30% 5.1 თეთრს იხდის გლეხი. აქტიურად არის ჩაბმული ყველა გამგეობა. ჩითილები მიეწოდება სოფლის თემებში ფერმერებს წინასწარ გამზადებული სიების საფუძველზე. ამჟამად ამ წუთში მიმდინარეობს ამ სიების შეჯერება და დაზუსტება მუნიციპალიტეტებში და ორშაბათიდან 29 აპრილიდან დავიწყებთ გაცემას. ეს ჯიშები არის ყველა ჰიბრიდული, მაღალმოსავლიანობით გამოირჩევა ეს ადგილობრივი ჯიშებთან შედარებით, არის აგრეთვე ვირუსისადმი და დაავადებებისადმი უფრო მდგრადი, დაბალ ტემპერატურას უფრო კარგად იტანს და რაც მთავარია აჭარა ჩვენ როგორც ვიდით არის მცირე მიწიანი რეგიონი და ერთი და იგივე ფართობზე გლეხი მიიღებს 2-ჯერ 3-ჯერ და ზოგ შემთხვევაში 4-ჯერ მეტ მოსავალს. უსაფრთხო ფრენისა და ჰაერსანაოსნო ბიზნესის სრულყოფაზე იმსჯელის ქორთიარდ მერიოდში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საქაერო ნავიგაციისა და მომსახურე ორგანიზაციის კანსოს წარმომადგენლებამ. განისაზღვრა დარგის განვითარების პრიორიტეტები და დაიგეგმა მენეჯმენტის სახელმძღვანელოს შექმნა. შეხვედრას კანსოს წევრი 10-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო. კანსო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საჰაერო ნავიგაციის მომსახურეობის ეფექტურ წარმართვაზე მუშაობს. კანსო არის ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობს. დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კანსოს წევრ ქვეყნებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს სამუშაო გამოცდილება გაუზიარონ.
კანზოს ბიზნესის სრულყოფის სამუშაო ჯგუფი ორიენტირებული არის შეიმუშაოს პოზიცია, პოლიტიკა და შესაბამისად სახელმძღვანელოები სოფლიოს საერთნაოსნო მომსახურების ორგანიზაციებისათვის, რათა გაუმჯობესდეს ხარისხი.